1804 წლის 3 აგვისტოს მთიულეთის აჯანყების დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი კიკეთის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ლომისის წმინდა გიორგის ნიშთან გადაიხადა. სასულიერო პირმა მთიულეთის სხვადასხვა საგვარეულოს წარმომადგენლებთან ერთად 212 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ისტორიული წყაროების მიხედვით 1804 წლის 3 აგვისტოს ამ ადგილას რუსეთის ჯარსა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირ მეომართა შორის მოხდა ყველაზე ძლიერი შეტაკება, რომელიც აჯანყებულთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ამბოხება ჩახშობილი იქნა. მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მთიულეთში არაგვის ხეობაში ფასანაურის მისადგომებთან. ეს არის ადგილი, სადაც 1804 წლის მთიულთა აჯანყება მოხდა, ძირითადი ბრძოლა და გადავიხადეთ მათი სულების მოსახსენებელი პანაშვიდი. ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც მთიულთა აჯანყებულმა ამ რაზმამ გზა შეუკრეს მტერს, ამ შემთხვევაში რუსების ჯარს და მთელი ასე იგი განწყობა, სულიერი აღტკინება ემსახურებოდა სამშობლოს დაცვას და სამშობლოს თავისუფლებას. 1804 წელს მთიულეთის აჯანყების ერთ-ერთი მთავარი საგუშაგო პოსტი და ადგილმდებარეობა, რომელიც შეირჩა მაშინ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლებისათვის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მსვლელობის მონაწილეებმა მლეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოილოცეს. ერთად გადავარჩინოთ ხადა. ამ დევიზით ხეობის მცხოვრებლები ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში შეიკრიბნენ. წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აღდგენისადმი მიძღვნილი კონცერტი საქართველოს საპატრიარქოს შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში გაიმართა. მუსიკალურ საღამოზე თავიანთი შემოქმედება ხადის ხეობის მცხოვრებლებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხის ანსამბლებმა წარმოადგინეს. როგორც თავად ამბობდნენ ღონისძიების მონაწილეებმა, აღნიშნული ინიციატივისადმი თანადგომა სწორედ ამ ფორმით გამოხატეს. ერთად გადავარჩინოთ ხადა ემოციური პროექტი გულისხმობს კონცერტებს საქართველოს მასშტაბით, სავარაუდოდ მომავალი კონცერტი დაგეგმილი გვაქვს თბილისის საუნივერსიტეტო დარბაზში. ამ კონცერტით ჩვენ გვინდა მთლიანად საქართველოს გავაგებინოთ ჩვენი გეგმები, ჩვენი მომავალი მიზნები. იმედია ყველაფერი გამოგვივა და ერთად შევძლებთ იმ სიკეთის კეთებას, რომელიც ჩვენ გვაქვს გეგმაში. ძალიან ლამაზი ღონისძიება მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობენ მთისა და ბარის წარმომადგენლები. განსაკუთრებით სასიხარულო არის ის, რომ აი ამ ღირსშესანიშნავ და ლამაზ ინიციატივას უკვე საკმაოდ დიდმა საზოგადოების ნაწილმა აუბა მხარი. ჩვენც მოხევებს ძალიან გვიხარია ის, რომ ჩვენ ზღებულობთ ახლა მონაწილეობას და ჩვენი ინიციატივაც იქნება აქ, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს ჩვენი ცეკვა სიმღერით შეუერთდით ამ დიდ საქმეს. პაპი მანდ მინდა ამ ქალაქში ვერც მე ვისვენებ. რომ ცდილობთ ხოლმე არ ვეპაროს სვარში ნადირ ჩამოსხდებოდით გახურებულ ღუმელთან გამი პაპი მეწერით 7-ისა და ალბათ 5-ისაც როგორ გისმენდი როგორ მახსოვს არიცი პაპი რომ მიხვებოდი ხედრობისას მთისა და ხეობის თემატიკაზე შექმნილი ხალხური სიმღერები თუ ლექსები, საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქორეოგრაფიული ნომრები და მოგონებები მშობლიურ მხარეში გატარებულ ბავშვობის წლებზე. ამ ყველაფერმა ღონისძიებაზე შეკრებილების დევიზი ერთად გადავარჩინოთ ხადა კიდევ უფრო გააძლიერა. ჩვენ სვანეთის სადროშო მაქსიმალურად ვცდილობთ დაუდგეთ სულ ყველას გვერდზე. ეხლა წამოვედით, ეს გამოხატულებაა იმის, რომ აქედან მთიდან გვინდა მივაწვინოთ ყველას ხმა, რომ ერთად ვიდგებით და ერთად დავიცავთ ჩვენს ჯულს, ჩვენ ენას, მამულს, სარწმუნოებას, სხვანაირად არ შეიძლება ჩვენ და გავზარდოთ პატარა ჩეხოსნები, პატარა ქართველები, მეომრები, მებრძოლები. დიდად მოხარული ვარ ამ ფესტივალში, საქველმოქმედო ფესტივალში მივიღეთ ჩვენ ყაზბეგის ანსამბლმა ერობა მონაწილეობა
და სადაც კი მსგავსი ღონისძიებები დაიგეგმება, აუცილებლად ჩვენც მონაწილეობას მივიღებთ. ეს ღონისძიება ეძღვნება ალბათ ვიცით ყველამ, რომ ხადას და ხადას მოხევებს მადლობა ყველას, ვინც ჩართულია, ვინც იღებს მონაწილეობას და ყველას მოუწოდებ, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში. Hari miglalავთ ნისლებო, რომ ნადირთ მწყემსი ჯიხვთ ხოროს. ცაც ისე წაიმგლის ფერებს ჯავრ უნდა ჩამოითოვოს. ქარმა წანწალით დაგცვითად. დაგცრიცად დაგაწიალად ზეცას ჩახსნია საკინძე ღიმილიანა ფიცა ლექსებად დავწურო ხან ბარის ეკოდ ხან მთისა ავუხირდები საწუთროს ან მედავრჩები ან ისა. ხადას ხეობაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აღდგენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით იწყება. ამ დროისთვის ეკლესიის შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნების მიხედვით კი ტაძარში უახლოეს მომავალში სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება. მანამდე კი ხეობის მცხოვრებლები საინფორმაციო შემოქმედებითი საღამოების გამართვას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ. მადლობა მინდა უთხრა მის უწმინდესობას იმ ინიციატივისათვის, რასაც ეძღვნება დღევანდელი აი აქ შეკრება. ეს არის ხადის ხეობაში ერთი ლამაზი, ძველი, მიტოვებული ტაძრის აღდგენის ინიციატივა. მოსახლეობამ, ამ სოფლის მოსახლეობამ მიმართა საპატრიარქოს თხოვნით უშუალოდ უწმინდეს ესაუბრან და აი უწმინდესმა დაგვავალა, რომ იმ ხალხის ძალისხმევა, ვისაც გული შესტკივა ეკლესიაზე, ვისაც გული შესტკივა მთის მოსახლეობაზე, შევეშველოთ აი ამ ხალხს, რომ ძალისხმევა გაერთიანდეს და ეს კეთილი საქმე დასრულდეს კეთილად. ტაძარი თვითონ მთლიანი შენობა შენარჩუნებულია, მაგრამ შიგნიდან არის ძალიან ბევრი სამუშაო, ჩამოყრილი არის ნალესი ფენა, სველდება კედლები და აი იმისათვის რომ გადარჩეს, ეხლა არის დრო ამისი მიხედვის. ხადის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენისთვის დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია. საზოგადოებრივი კამპანია ნიშნავს იმას, რომ ყველა მსურველი ჩაერთვება, ვიზაც უნდა რომ მისი უწმინდესობის ეს კურთხევა აღსრულებული იყოს. როგორც თავში თქვი, მისი უწმინდესობის კურთხევით ძველი ეკლესია მონასტრების მოვლა უფრო მადლიანი საქმეა, ვიდრე ახლის აშენება, ამიტომაც ჩვენ მთიელები ვალდებული ვართ ინიციატივა გამოვიჩინეთ ჩვენ ადგილობრივებმა, რომ გავკეთებინა რესტავრაცია ეკლესიისთვის, ხალხი მიგვეყვანა ეკლესიაში, ეკლესია სოფელში უკვე ბევრ რამეს ნიშნავს, როდესაც აღევლინება თუნდაც ლოცვა, ჩვენი პარაკლისები ხდება, იქ ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც სურს ეკლესიაში შევიდეს ანთელიანთოს და ამისთან მიუხედავად ჩვენ გავაკეთეთ ესეთი ღონისძიებები გვინდა რომ ჩავატაროთ, რომ შემოსული თანხით დავეხმარებით ეკლესიას, გავაკეთებთ მოპირკეთებას გარეთ მხრიდან. ჩვენი თხოვნა იყო, რომ ძალიან ძველი ეკლესია გვაქვს, რომელიც მოქმედებდა საუკუნეების წინ ჩვენ სოფელში, ხადის ხეობაში. მოქმედი ეკლესია იყო და მე კომუნისტების დროს დახურეს ეს ეკლესია და მაგ ეკლესიის რესტავრაცია და ხელახლა გვინდა მაგ ეკლესიის აღორძინება და გაბრწყინება და ამოქმედეს. აქედან უნდა დაიწყოს კიდევ ამ საქართველოში თუ ვინმე სურვილი გამოუჩნდება თავის კუთხე კუნჭულებში, რომ ტაძარის აღორძინდეს იმათი მივიწყებული ტაძრები, რესტავრაცია ჩაუტარდეს. ჩვენ ყველანაირად ესე დაუდგებით გვერდში, ჩვენაც შეგვიძლია, ან ლექსით, სიმღერით, ყველანაირად შეგვიძლია ესე მივეხმაროთ და ჩვენ როგორც ახლა დაგვიდგნენ ჩვენი მეგობრები გვერდით, ხადლებს, მთიულებს, ისე დაუდგებით ყველას. როგორც სოფელ სნოში შეკრებილები ამბობდნენ, ყოველი კეთილი ინიციატივა გადამდებია, რადგან მსგავსი ღონისძიებებით მშობლიურ კუთხეში არსებული ტაძრების მოვლისა და შენარჩუნების სურვილი ადამიანებს კიდევ უფრო უმძაფრდებათ.
სასტუმრო რუმს ჰოტელმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმციშვილმა, სპეციალური მოწვევით ცნობილმა ეკონომისტებმა, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან დანი როდრიკმა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან ჩარლზ სეიბელიმ მიიღეს. ფორუმი ვიცე-პრემიერმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას უცხოელი ექსპერტების ბიოგრაფიები გააცნო. პრემიერ-მინისტრმა კი ისაუბრა იმ რეკომენდაციებსა და ხედვებზე, რომლებსაც სახელმწიფო დანი როდრიკთან და ჩარლზ სეიბელისთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებს. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად არსებულ გზებზე. ჩვენ გვეძლევა საშუალება შევაფასოთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების განვლილი გზა და დავგეგმოთ სწორი ნაბიჯები მომავალში ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის. ჩვენ დავინტერესდით დანი როდრიკის განვითარების თეორიით, როდესაც გარკვეულ მიმართულებებს სწორი დახმარების შედეგად ეძლევა მეტი მნიშვნელობა და როდესაც ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება და მთლიანად ღირებულებათა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას. დღევანდელ ფორუმზე ჩვენ მოვიწვიეთ ცნობილი ეკონომისტები დანი როდრიკი, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან და ჩარლზ სეიბელი, ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან. ისინი წარმოადგენენ თანამედროვე ხედვას თუ რა მნიშვნელობა აქვს წარმოების განვითარებას ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის მისაღწევად. ფორუმის ფარგლებში შედგება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, ექსპერტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამრეწველო პალატებთან. მე მოხარული ვარ, რომ საქართველოს იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც ფიქრობენ მომავალ კეთილდღეობაზე, პრობლემების დაძლევასა და ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე. პირადად მე ამჟამად სწორედ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზით ვარ დაკავებული და ჩემი ბოლოდროინდელი შრომებიც სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება. დღევანდელი შეხვედრა წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან და ემსახურება ქვეყანაში კრიზისების დაძლევის ეფექტური მექანიზმების შემუშავებას, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას და სხვადასხვა დარგში ეფექტური რეფორმების გატარებას. ფარმაცევტს პირველი ჯგუფის ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში პროფესიული საქმიანობა 3, ხოლო მეორე ჯგუფის გაცემის შემთხვევაში 1 წლით შეეზღუდება. ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა და სწორედ ამიტომ ცვლილებები განხორციელდება. ფარმაცევტებს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ კი ისინი თავიანთ პროფესიულ საქმიანობას არაჯეროვნად შეასრულებენ, მეორე ცვლილება კი მეწარმეებს შეეხებათ. ამასთანავე იმუშავებს ცხელი ხაზი და გამკაცრდება მონიტორინგი. ბოლო თვეების განმავლობაში გამოიკვეთა ბოროტად არაკეთილსინდისიერი აფთიაქები, რომლებიც რეგულირებას იყენებდნენ იმისათვის, რომ მიეღოთ გარკვეული ხეირი. ჩვენ არ ვამკაცრებთ კანონს, ჯერჯერობით საერთოდ არ ვსრულებთ კანონს და არ შეგვიძლია აღმასრულებელ ხელისუფლებას ეს პარლამენტს შეუძლია მხოლოდ კანონის ცვლილების შეტანა. ჩვენ ვაკეთებთ დაზუსტებას სანებართო პირობებში, სადაც გაწერილი იქნება ამ ფარმაცევტების პასუხისმგებლობები. შევქმნით ინსტრუმენტი, რომ ამ ფარმაცევტებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა, თუ კი ისინი არაჯეროვნად შეასრულებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას. იგივე ლოგიკა ვრცელდება ნებისმიერი სპეციალობის ექიმზე. ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გურიაში მოცვის ახალი ბაღები გაშენდა. აღნიშნული ინიციატივა შპს ლურჯიველისა და შპს მოცვის მიერ 10 ჰექტარზე განხორციელდა. ხსენებული კომპანიები პროგრამაში 2016 წელს ჩაერთვნენ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ჩვენ ვიმყოფებით გურიაში, სადაც ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გაშენდა 10 ჰექტარ მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღები. ამისათვის დანერგე მომავლის ბენეფიციარებმა შპს ლურჯმა ველმა და
შეპეცემ მოცმა თითოეულმა მიიღო 75,000 ლარის ოდენობით დაფინანსება. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც განახორციელა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დანარგე მომავლის პარკებში მესამე პლანტაციაა ეს. ეს არის გურიის მომავალი, მე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ნიადაგი იძლევა ამის შესაძლებლობას. ჩვენ ვიყოფებით დაბა ლაითურში, აქ გაშენებულია მოცვის 3 ჯიშისგან 10 ჰექტარ ფართობზე პლანტაცია. მოცვის პლანტაციის გაშენებაში დახმარება გაგვიწია პროექტმა დანერგე მომავალი, რომლის საშუალებითაც მოხერხდა ამ პროექტის განხორციელება. თბილისში ნარჩენების დახარისხება იწყება. პირველი სოციალური აქტივობა დიღომში ჰიპერმარკეტ გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა. აქ გაიხსნა დახარისხების კუთხე, სადაც ალუმინის ქირლებისთვის, პლასტმასის ბოთლებისთვის, ქაღალდისა და პოლიეთილენის პარკებისთვის ცალ-ცალკე ურნებია გამოყოფილი. სოციალურ აქციაში მონაწილეობა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა USAID-ის მისიის ხელმძღვანელ თომას მორისთან ერთად მიიღო. პროგრამას სახელწოდებით ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ქალაქებისა და საგრაფოების მართვის საერთაშორისო ასოციაცია ადგილობრივ ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. 2015 წელს ჩვენ მივიღეთ ნარჩენების მართვის კოდექსი, ხოლო მიმდინარე წელს ნარჩენების მართვის სტრატეგია და ასევე სამოქმედო გეგმა. ჩვენი გეგმების მიხედვით ნარჩენების სეპარირება მთელ ქვეყანაში მოცული უნდა იყოს 2019 წლიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვახალისებთ კერძო სექტორს, რომ ასეთი პროცესი 2019 წლამდე განხორციელდეს და ეს მიმდინარეობს ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერებითაც. დღევანდელი პროექტი არის ერთ-ერთი ძალიან კარგი ნიმუში ნარჩენების მართვისა და სეპარირებისა, რასაც ბუნებრივია ჩვენს მხარს უჭერდა, მოუწოდებთ ასევე ბიზნესის სხვა წარმომადგენლებსაც, რომ მათაც გამოიჩინონ ინიციატივა, ასევე მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ძალიან გვიხარია, რომ ჰიპერმარკეტების ქსელი გუდვილი შეუერთდა მწვანე კამპანიას და არა მხოლოდ ერთი დღით შეუერთდა, არამედ როგორც ჰიპერმარკეტის გენერალური დირექტორი აცხადებს, მათ უკვე აიღეს ეს თავიანთი ბიზნეს, ასე ვთქვათ, ცხოვრების სტილად. ანუ ეს არის მხოლოდ დასაწყისი, ეს შესაძლებლობას მისცემს დღევანდელი დღით იხსნება ნარჩენების დახარისხების საჯარო სივრცე. დღეს შეგვიძლია 4 ტიპის ნარჩენის, ეს არის პლასტიკი, ცელოფნის პარკი, ქაღალდის და ალუმინის დახარისხება. ანუ გუდვილის მომხმარებლები, რომლებიც მოვლენ საყიდლებზე, შეძლებენ თავიანთი ნარჩენების სახლიდან მოიტანონ და დაახარისხონ და შემდეგ ეს წავაგ შემდგომი გადამუშავებისათვის. კოსტავას 63-ში მდებარე 11-სართულიან კორპუსში 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა. აღნიშნულის შესახებ დეტალური ანგარიში საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად წარუდგინა. მან თანმიმდევრულად ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომლებიც გასული წლიდან მოყოლებული უწყებამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მთელი ინფრასტრუქტურის მოწყობის, რეაბილიტაციის, დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მიზნით ჩაატარა. სტიქიდან მეორე დღეს ჩვენ ამ ეზოში დავიწყეთ სამუშაოები სლამის გატანის. აქ მართლაც კატასტროფა იყო ამ ეზოში, სავსე იყო ყველა სარდაფი, ეზო იყო შლამით სავსე. დიდი ხანი დაგვჭირდა სხვათა შორის შლამიდან გასაწმენდად, რადგანაც ძალიან რთული სამუშაო იყო, 4 დონიანი სარდაფებია აღნიშნულ სახლში. თუმცა მოვახერხეთ და გავაკეთეთ შლამიდან გავწმინდეთ საქაურობა. შემდეგ ეტაპზეა მოვაწყეთ საკანალიზაციო ქსელი, გარესაკანალიზაციო ქსელი, მოვაწყეთ სანიაღვრე ქსელი, მოვაწყეთ აღნიშნული სკვერი, ასევე გზის საფარი. სპორტისა და შინაგან საქმეთა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით ახალგაზრდებმა საგზაო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. სპორტის უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ უშუქნიშნო ეგრეთ წოდებულ ზებრა გადასასვლელზე გაიმართა ფლეშმობი სლოგანით „გამატარე“. ღონისძიებაში მონაწილეობა სტუდია მოდერნის მოცეკვავეებმა და მოხალისეებმა მიიღეს.